არის ისევ მორიგი, ასე ვთქვათ, არასწორი განცხადება, რომელსაც ისინი აკეთებენ. ჩვენ ზუსტად ამისთვის აგვირჩია ხალხმა, რომ თუ კი ვინმეს მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ეს დანაშაული უნდა გამოვლინდეს და შესაბამისი პირები უნდა მიეცენ პასუხისგებაში. თუ ეს ეხება მერს, რა თქმა უნდა, მას თანამდებობა არათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და დაველოდოთ, ნახოთ, რაში დაედება ბრალიმას და როგორ განვითარდება მოვლენები. არანაირი სასპეკულაციო თემა და სავაჭრო თემა არ არის კულტურული და ის რომ თქვათ რომელიმე საკითხზე გროვდება თუ არ გროვდება საპარლამენტო უმრავლესობა ეს არ ნიშნავს იმას რომ თუ ამაზეა დამოკიდებული პირდაპირ პროპორციულად რამდენი კაცი იქნება დაკავებული. ის წლები რომელიც გიგულავა იყო და არის ჯერჯერობით ქალაქის მერი ჩვენ ვიცით რომ ქალაქში ხდებოდა ძალიან ბევრი ისეთი რამ რაზეც პასუხი არ იყო ან ვიცოდით და ამაზე არაფერი არ იწერებოდა და არავინ ამ საქმეს არ იკვლევდა. დღეს ყველაფერს იკვლევენ და შესაბამისად ამაზეა დამოკიდებული ალბათ ის დასკვნები რასაც აკეთებს პროკურატურა. ცნობს საქმის მასალების დეტალებში, განსაკუთრებით მეორე ნაწილს, რაც შეეხება თბილ სერვის ჯგუფთან დაკავშირებულ თემატიკას, იქ გაცილებით მეტი ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც საკრებულოში ვიყავი, თავადაც ვიკვლევდი ამ საკითხებს. თბილ სერვის ჯგუფთან მიმართებაში იყო უამრავი, ძალიან სერიოზული დარღვევა. უამრავი კანონდარღვევა, კაფლანგვა, იქ ჩვენ ლაპარაკობთ მილიონებზე, მე ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი. მოვლენებს წინ უგავსწრებთ, დავალოდოთ ხვალინდელ დღეს და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. მე მინდა გამოვიყენო ბატონ ჯეიმს აპატურაის სპეციალური განცხადება, სადაც ის ბრძანებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რაც არ უნდა მაღალი პოსტები ეკავთ, არ ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალებას. და ასევე მინდა დავესესხო მას, როცა ბრძანა, რომ იზენდობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, ასე რომ არ აქვს ეჭვი, რომ დევნა ხორციელდება პოლიტიკური მოტივით. და თავის რო დავანებოთ ბატონი აპატურაის განცხადებას, ფაქტია, რომ ბატონი უგულავა ეჭვმიტანილია ძალიან სერიოზულ რამოდენიმე დანაშაულის ჩადენაში.